ალბათონებო და ბატონებო, ძვირფასო სტუმრებო, კოლეგებო, მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ დღეს აქ მობრძანებისთვის. დღეს ალბათ ვიცით ყველამ, რომ საფუძველი ეყრება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ეს არის ხორგას ქვესადგური, რომელიც ხელშეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის საიმედოობას, გრადობას, მის განვითარებას. ჩვენ რამოდენიმე თვის წინ საფუძველი ჩაუყარეთ ასევე ჯვარის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას და ჯვარის ქვესადგურის მშენებლობას. ამ პროექტების განხორციელებაში დაიხარჯება დაახლოებით 45 მილიონი ამერიკული დოლარი. ჩვენ დღეს კაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული სახელმწიფოს განვითარების და საქართველოს რეგიონალური გეოპოლიტიკური ფუნქციის კონცეფცია და ეს გზა, ეს ხედვა არის შემადგენელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საერთო გაცნობიერებული სურვილისა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უცხოური კომპანიებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობა და მათ მიერ შეტანილი წვლილი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის. სურს კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალისა და რეგიონში მზარდი მოთხოვნების გამო მნიშვნელოვანია მეზობელი სახელმწიფოების ენერგეტიკულ სისტემასთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის არსებობა. ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ დღეს ჩვენ და სამწუხაროდ საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. მაგრამ ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამ დარგში მოღვაწეობს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა. მე ყოველთვის ვამბობ და ეხლაც გავიმეორებ, რომ ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ტოლფასი ქვეყნის დამოუკიდებლობისა. რადგან რამდენად ვიქნებით ჩვენ დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, ეს რა თქმა უნდა აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯიბეზე. ამიტომ ყველა ის პროექტი, რომელიც სახელმწიფოს, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს აქვს წამოწყებული ამ დარგის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ენერგეტიკულად ვიყოთ ძლიერი ქვეყანა, რადგან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული არის პირდაპირ ენერგეტიკული განვითარება. თუ ჩვენ ვიქნებით ენერგეტიკულად დამოუკიდებელი, განვითარებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეკონომიკაც უფრო სწრაფად განვითარდება. და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზეც აისახება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ყველა იმ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია ჩვენთან თანამშრომლობენ. მადლობა მინდა გადაუხადო აზიის განვითარების ბანკს, რომლის დაფინანსებითაც ხდება ამ პროექტის განხორციელება. მადლობა მინდა გადაუხადო Siemens-ის წარმომადგენლებს. ეს ქვესადგური იქნება აღჭურვილი უახლესი ტექნოლოგიებით, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. მე მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართულია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა მადლობა გადაუხადო. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, მის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომლებს. და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასეთი მნიშვნელოვანი, ასეთი გრანდიოზული პროექტების მშენებლობით უახლოეს მომავალში მივაღწევთ ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. და ჩვენ შევძლებთ არა მარტო საქართველოში დავაკმაყოფილოთ შიდა ბაზარი, არამედ შევძლებთ იმას, რომ საქართველო იქნება ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.